რა მოხდა 2009 წელს, როდესაც საქართველოს ეროვნულმა არქივმა გახსნა საიდუმლო საქაღალდე ნომერ 427, რომელიც შენახული იყო განსაკუთრებულ დეპარტამენტში სრულიად გამორთული გვერდით, სადაც ხელი მხოლოდ უმაღლესი დონის თანამშრომლებს შეეძლოთ მიეღოთ. ამ საქაღალდეში აღმოჩნდა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა ერთ საოცარ ფაქტს: კოტე აფხაზი, გენიალური ქართველი პოლიტიკოსი და რევოლუციონერი იყო ილია ჭავჭავაძის, ერისმამის, საკუთარი დიშვილი დედის, კნიაზი ნინო ჭავჭავაძის მხრიდან. მაგრამ ყველაზე გასაოცარი ის არ იყო, რომ ეს კავშირი არსებობდა. გასაოცარი იყო ის, რომ მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში 30-იან, 50-იან, 50-იან წლებში ეს ინფორმაცია სისტემატურად იშლებოდა ყველა ოფიციალური ბიოგრაფიიდან, ისტორიული მონოგრაფიიდან, ენციკლოპედიიდან. ვინ გასცა ბრძანება ამ სიმართლის დამალვის შესახებ? რატომ უნდა დაეფარათ ფაქტი, რომ ერთ-ერთი უდიდესი საქართველოს პოლიტიკური ლიდერი იყო პირდაპირ მემკვიდრე ორი დიდებული გვარისა, ჭავჭავაძეებისა და აფხაზების? და რაც მთავარია, რას ფარავდა ეს გაუგებარი აკრძალვა, რა საშიშარ სიმართლეს ინახავდა ეს დაფარული მონათესაობა? საქმე იწყება 1827 წელს, თბილისში, კნიაზთა სახლში, სადაც იბადება ბავშვი, რომელიც მთელი საკუთარი ცხოვრების მანძილზე იქნება მოქცეული ორი უძლიერესი ძალის ჭრდილში. დიდებული წინაპრების მემკვიდრეობის ტვირთის და საბჭოური იდეოლოგიის სასტიკი ლოგიკის, რომელიც არ ითმენდა არავითარ არისტოკრატიულ წარსულს. მისი დედა, კნიაზი ნინო ჭავჭავაძე იყო ილია ჭავჭავაძის ნამდვილი და ძალიან ახლო და გოგონები ერთად გაიზარდნენ საბურთალოს სასახლეში, იზიარებდნენ ოცნებებს, ფიქრებს, მონაწილეობდნენ ერთსა და იმავე ლიტერატურულ ღონისძიებებში, სადაც საქართველოს ინტელექტუალური ელიტა იკრიბებოდა თავს. როცა ილია ჭავჭავაძე იწერდა საკუთარ გენიალურ ნაწარმოებებს და ოცნებობდა თავისუფალი საქართველოს შესახებ, მისი და ქალიშვილი ნინო გვერდით იჯდა და უსმენდა იმ იდეებს, რომლებიც მოგვიანებით გახდებოდა მთელი ერის მორალური საფუძველი. მაგრამ ეს ახლობლობა, ეს სისხლით და სულით გაერთიანება, აღმოჩნდა საშიშარი რამ ახალი ხელისუფლებისთვის, რომელიც ჩამოდიოდა თავის კანონებით და მოთხოვნებით. 1912 წელს, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ დამოუკიდებელი იყო, კოტე აფხაზი იყო 15 წლის ახალგაზრდა, რომელიც ხშირად სტუმრობდა საბურთალოს სახლში, სადაც ილია ჭავჭავაძე უკვე იყო გახდა კულტური და პოლიტიკური ცხოვრების უდავო ლიდერი და სადაც თავს იყრიდა საქართველოს ყველაზე გავლენიანი ადამიანები. ამ შეხვედრებზე ხმაწვილი კოტე ისმენდა დისკუსიებს საქართველოს მომავლის შესახებ, ნახულობდა როგორ იბადება იდეები, რომლებიც მოგვიანებით გადააქცევდნენ ხალხს მოძრაობად და მოძრაობას რევოლუციად. რა გავლენა ჰქონდა ამ გამოცდილებებს მის ახალგაზრდულ ცნობიერებაზე? როგორ აყალიბებდა ამ დიდი კაცის უშუალო სიახლოვე მის პოლიტიკურ შეხედულებებს? და რატომ მოგვიანებით, როცა საბჭოთა ხელისუფლება ფეხს მოიკიდებდა საქართველოში, ეს კავშირი გახდა ისეთი საშიშარი? 1921 წლის აგვისტოში, რამდენიმე წელიწადი ილია ჭავჭავაძის ტრაგიკული აღსასრულის შემდეგ, საქართველო დაკარგა საკუთარ დამოუკიდებლობას და გახდა საბჭოთა რუსეთის ნაწილი. იმ მომენტიდან დაიწყო სისტემატური და სიღრმისეული რევიზია ყოველივესი, რაც უკავშირდებოდა ერის ისტორიულ მეხსიერებას, კულტურულ კოდებსა და არისტოკრატიულ წარსულს. კოტე აფხაზი ახლა უკვე 24 წლის ახალგაზრდა რევოლუციონერი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში, აღმოჩნდა საინტერესო დილემის წინაშე. მან უნდა ამოერჩია, იყო თუ არა ღია საკუთარი არისტოკრატიული წარმომავლობისა და კავშირის შესახებ. ერის მამასთან, რომელიც მართლაც საბჭოთა პროპაგანდაში განიხილებოდა როგორც ბურჟუაზიული ეროვნული მოძრაობის სიმბოლო. ის აირჩია დუმილს, მაგრამ ამ არჩევანს ჰქონდა რა ფასი. ბუნებრივია, დავსვათ კითხვა, თუ კოტე აფხაზი მართლაც იყო ილია ჭავჭავაძის დიშვილი, რატომ ეს კავშირი არ გახდა მისი პოლიტიკური კაპიტალი, მისი ძალის წყარო, მისი ლეგიტიმაციის საფუძველი? საბჭოთა პერიოდში, როცა ბევრი ცდილობდა საკუთარ გენეალოგიაში რევოლუციური ან პროლეტარული ფესვების პოვნას, კოტე აფხაზის შემთხვევაში ხდებოდა სრულიად საპირისპირო, მისი გვარის ყველაზე ღირსეული კავშირი სწორედ იმალებოდა და წაიშლებოდა. არქივებში შემორჩენილია დოკუმენტები, სადაც ხელით გადახაზულია აბზაცები, რომლებიც უთითებდა კოტე აფხაზის დედის, ნინო ჭავჭავაძის, წარმომავლობაზე ოფიციალურ ბიოგრაფიებში, საგანმანათლებლო წიგნებსა და ენციკლოპედიებში. ამ დოკუმენტებს ჰქონდა სპეციალური აღნიშვნა, არ შესაბამისია პარტიულ ხაზს, რაც ნიშნავდა, რომ ინფორმაცია შეიცავდა რამე იდეოლოგიურად მიუღებელს. დეპარტამენტ ფონდში ნომერ 347 შეიძლება ნახოთ სპეციალური შენიშვნები უსაფრთხოების ორგანოების თანამშრომლების მიერ, სადაც აღნიშნულია, რომ კოტე აფხაზის ოჯახური კავშირები ბურჟუაზიულ ეროვნულ ელემენტებთან შეიძლება გამოყენებულ იქნას საბჭოთა ხელისუფლების საწინააღმდეგო პროპაგანდისთვის. მაგრამ რა იყო ამ შიშის ნამდვილი მიზეზი?
რატომ ამდენი ენერგია იხარჯებოდა იმისთვის, რომ დაფარულ იქნას კავშირი ორ უდიდეს ქართველს შორის ერთს, ვინც გახდა ერის სიმბოლო მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში და მეორეს, ვინც გახდა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა საბჭოთა საქართველოში. თუ ჩაუღრმავდებით ამ კითხვებს, აღმოაჩენთ, რომ საქმე უფრო რთულია, ვიდრე უბრალოდ იდეოლოგიური ცენზურა ან არისტოკრატიული წარმომავლობის დამალვის სურვილი. ამ ისტორიაში შეიძავება ოჯახური დრამა, პოლიტიკური ინტრიგები, ძალაუფლების ბრძოლა და სიმართლე, რომელიც მალავდა როგორ საბჭოთა სისტემა ქმნიდა საკუთარ ისტორიას იმის საფუძველზე, თუ რას აიძულებდა დავიწყებას და რას ხსოვნას. კოტე აფხაზის შემთხვევაში სისტემამ გადაწყვიტა, რომ მისი დედის, ნინო ჭავჭავაძის სახელი უნდა გაქრეს ოფიციალური ისტორიიდან და მასთან ერთად მთელი ის სიმბოლური კაპიტალი, რომელიც მოსდევდა კავშირს ერის მამასთან. საბურთალოს სასახლე, სადაც 1891 წელს დაიბადა კნიაზი ნინო ჭავჭავაძე, იყო ადგილი, სადაც იკრიბებოდა საქართველოს კულტურული და ინტელექტუალური ელიტა მთელი მე-19 საუკუნის მანძილზე. ამ სახლში ხშირად სტუმრობდნენ ვაჟა ფშაველა, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი და სხვა უდიდესი ქართველები, რომლებიც ქმნიდნენ ახალი საქართველოს კულტურულ სახეს. ნინო იზრდებოდა ამ სულიერ გარემოში, შეისუნთქავდა იმ ღირებულებებს და იდეებს, რომლებიც გახდებოდა მისი ძმის ილიას მთავარი მისია, ქართული ენის, კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვა და განვითარება. როდესაც ნინო შეუვალდა კნიაზ აფხაზს, მან თან წაიღო არა მხოლოდ ჭავჭავაძეების გვარი, არამედ მთელი ის კულტურული მემკვიდრეობა და პოლიტიკური ხედვა, რომელიც ახასიათებდა ამ ოჯახს. როცა 1827 წელს იბადება კოტე, ნინო ჭავჭავაძე აფხაზი უკვე აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში თბილისში. მისი სახლი გახდა ერთგვარი სალონი, სადაც იკრიბებოდნენ პროგრესული აზროვნების ადამიანები, მსჯელობდნენ რუსეთის იმპერიის მომავალზე, საქართველოს როლზე ამ დიდ იმპერიაში, განათლების აუცილებლობაზე და ეროვნული კულტურის შენარჩუნების სტრატეგიებზე. პატარა კოტე იზრდებოდა გარემოში, სადაც პოლიტიკა და კულტურა იყო ერთმანეთთან ღრმად გადახლართული, სადაც ყოველი საუბარი, ყოველი წიგნი, ყოველი სტუმარი გადმოსცემდა მნიშვნელოვან შეტყობინებას. საქართველოს აქვს განსაკუთრებული ადგილი ამ სამყაროში და უნდა ვიბრძოლოთ ამ ადგილის შესანარჩუნებლად. მაგრამ რამდენად აღმძრავი და ამავე დროს რამდენად საშიშარი იყო ეს განათლება ახალგაზრდა ბიჭისთვის, რომელსაც ელოდა ცხოვრება საბჭოთა ეპოქაში. 1901 წელს, როცა კოტე არის 14 წლის მოზარდი, საქართველოში ხდება მოვლენა, რომელიც სამუდამოდ შეცვლის ქართველი ხალხის ცნობიერებას, თბილისში, ქუჩაში აღსრულდება ილია ჭავჭავაძე. ეს არ იყო უბრალოდ კაცის აღსასრული, ეს იყო მთელი ეპოქის დასასრული, სიმბოლოს დაკარგვა იმ ხმის დადუმება, რომელიც წლების მანძილზე ყოფილა მთელი ერის სინდისი და გზამკვლევი. ნინო ჭავჭავაძე აფხაზი კარგავს საკუთარ ძმას, იმ ადამიანს, ვისთანაც გაიზარდა, ვისგანაც ისწავლა სიყვარული საქართველოსადმი და ვისი იდეები აყალიბებდა მის მსოფლმხედველობას. ამ ტრაგედიამ ღრმა კვალი დატოვა მთელ ოჯახზე და განსაკუთრებით პატარა კოტეზე, რომელიც უკვე იყო საკმარისად დიდი, რომ გაეგო რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ დაკარგვას. ილია ჭავჭავაძის ტრაგიკულ აღსასრულს მოჰყვა ერთგვარი მიტოსიზაცია მისი ფიგურისა და ნაშრომისა. საქართველოში, განსაკუთრებით ინტელიგენციის წრეებში, ილია გახდა საკულტო ფიგურა, ადამიანი, ვინც განასახიერებდა ყველაფერს იმას, რისი ოცნება ჰქონდა ქართველ ერს, თავისუფლებას, განათლებას, კულტურულ რენესანსს. მისი ოჯახი, მისი ახლობლები და რა თქმა უნდა, მისი დები და დისშვილები ავტომატურად აღმოჩნდნენ განსაკუთრებულ მდგომარეობაში, ისინი იყვნენ ის ადამიანები, ვინც უშუალო კავშირში იყო ამ ლეგენდასთან. მაგრამ სწორედ ამან გახადა ისინი მოწყვლადები მოგვიანებით, როცა ახალი ხელისუფლება შემოვიდა და გადაწყვიტა, თუ ვის აქვს უფლება ყოფილიყო ილიას მემკვიდრე და ვინ უნდა დავიწყდეს. რა გრძნობებით უყურებდა ახალგაზრდა კოტე აფხაზი იმ ფაქტს, რომ მის დედას ჰქონდა პირდაპირი კავშირი ადამიანთან, რომელიც გახდა საქართველოს სიმბოლო. როგორ ახდენდა გავლენას ეს გარემოება მის პოლიტიკურ არჩევანებზე, მის იდენტობის ჩამოყალიბებაზე, მის ოცნებებსა და ამბიციებზე? ზოგიერთ დოკუმენტში, რომელიც შემორჩა კერძო არქივებში, კოტე აფხაზი მოიხსენიება როგორც ახალგაზრდა, რომელიც ატარებს ღირსეულ გვარს და აქვს კავშირი უდიდეს ქართველებთან. ეს აღნიშვნები კეთდებოდა თითქოს გარკვეული პატივისცემის ტონით, მაგრამ მოგვიანებით, საბჭოთა პერიოდში, ზუსტად ესე იდენტიფიკაცია იქცა საშიშროდ. როდესაც 1900 წელს საბჭოთა ხელისუფლება შემოდის საქართველოში, იწყება პროცესი, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ისტორიის გადაწერა. ყოველივე, რაც კავშირში იყო წარსულ პერიოდთან, განსაკუთრებით არისტოკრატიასთან, ეროვნულ მოძრაობასთან და დამოუკიდებლობის იდეით, ექვემდებარებოდა ყურადღებით შემოწმებას და ხშირ შემთხვევაში რადიკალურ რედაქტირებას.
ილია ჭავჭავაძე, რომელიც ქართველი ინტელიგენციისთვის რჩებოდა წმინდა ფიგურად, საბჭოთა იდეოლოგებისთვის წარმოადგენდა რთულ პრობლემას, როგორ მოექცნენ ადამიანს, რომელიც ნამდვილად იყო დიდი მწერალი და პოლიტიკური ლიდერი, მაგრამ ამავე დროს იყო ბურჟუაზიული ეროვნული მოძრაობის სიმბოლო. გადაწყვეტილება იქნა ამბივალენტური. ილია ჭავჭავაძე შეინარჩუნეს როგორც კულტურული ფიგურა, მისი ლიტერატურული ღვაწლი აღიარეს და შეინახეს, მაგრამ მისი პოლიტიკური იდეოლოგია, მისი ხედვა საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ და მისი კავშირი ეროვნულ მოძრაობასთან მინიმიზდა, რადგან შეიძლებოდა. ამ კონტექსტში ყველა, ვინც პირდაპირ კავშირში იყო ილიასთან და შეიძლებოდა განსახიერებოდა როგორც მისი პოლიტიკური მემკვიდრე, ხდებოდა რისკის წყარო. ნინო ჭავჭავაძე აფხაზი და მისი შვილი, კოტე აფხაზი, აღმოჩნდნენ ზუსტად ამ კატეგორიაში. ისინი იყვნენ არა მხოლოდ მონათესავები, არამედ პოტენციური მატარებლები იმ იდეების, რომლებსაც საბჭოთა სისტემა ცდილობდა გააკონტროლოს, ან საერთოდ ამოელოს კოლექტიური მეხსიერებიდან. საქმეს ამძიმებდა ისიც, რომ კოტე აფხაზი საკუთარი თავი გამოამჟღავნა როგორც ნიჭიერი და ენერგიული პოლიტიკური აქტივისტი ახალგაზრდა ასაკიდანვე. ის არ იყო ადამიანი, ვინც უბრალოდ ცხოვრობდა ოჯახის გვარის ჩრდილში და სარგებლობდა მისი გამომავლებით. პირიქით, კოტე აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში, საბჭოთა ხელისუფლების დამყარებაში საქართველოში, ახალი სამართლებრივი და ადმინისტრაციული სისტემის შექმნაში. მისი კარიერა იყო ბრწყინვალე და სწრაფი, რაც ნიშნავდა, რომ ის გადაიქცა საზოგადოებრივი ფიგურად, რომლის წარსული და კავშირები ექვემდებარებოდა მაქსიმალურ ყურადღებას. და სწორედ ამ ყურადღების ქვეშ დაიწყო პროცესი, რომელიც მიზნად ისახავდა კოტე აფხაზის ბიოგრაფიის გასუფთავებას ყველა ელემენტისგან, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო იდეოლოგიურად პრობლემური. უსაფრთხოების ორგანოების არქივებში შემორჩენილია საინტერესო დოკუმენტები 1930-იანი წლებიდან, სადაც ყურადღება ექცევა კოტე აფხაზის სოციალურ წარმომავლობას და კავშირებს წარსულთან. ამ დოკუმენტებში ნახსენებია, რომ აფხაზი კოტე წარმოშობით კნიაზის შვილია, რის გამოც საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება მის საქმიანობაზე. მაგრამ სადღაც ამ ტექსტების შუა წერტილში ქრება ნებისმიერი მითითება ილია ჭავჭავაძეზე. ჩანს, რომ უკვე ამ ეტაპზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, არ ხაზგასმული იქნას კავშირი ორ გვარს შორის, რადგან ეს კავშირი შეიძლებოდა გამოყენებული იქნას როგორც პოლიტიკური ლეგიტიმაციის ინსტრუმენტი, რაც არ შეეფერებოდა საბჭოთა სისტემის ლოგიკას, სადაც ლეგიტიმაცია უნდა მომდინარეობდეს არა წარმომავლობიდან და არა ოჯახური კავშირებიდან, არამედ პარტიული ლოიალობიდან და რევოლუციური ღვაწლიდან. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რატომ ეს ამდენად მნიშვნელოვანი იყო? რატომ იღებდა საბჭოთა სისტემა ამდენ ძალისხმევას, რომ დაემალა ფაქტი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში უბრალოდ იქნებოდა საინტერესო ისტორიული დეტალი? პასუხი მდგომარეობს იმაში, თუ როგორ მუშაობდა საბჭოთა იდეოლოგიური სისტემა და რა როლს ასრულებდა კონტროლი ისტორიულ მეხსიერებაზე. საბჭოთა კავშირის მთელი მანძილზე ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტი ხელისუფლების შენარჩუნებისთვის იყო კონტროლი იმაზე, თუ რას იხსენებენ ხალხები, როგორ ესმით საკუთარი ისტორია და ვის აღიარებენ ლეგიტიმურ ლიდერებად. თუ კოტე აფხაზი ოფიციალურად აღიარებული იქნა როგორ ილია ჭავჭავაძის შვილი, ეს ავტომატურად მას მისცემდა განსაკუთრებულ სტატუსს ქართულ საზოგადოებაში, სტატუსს, რომელიც არ დამოკიდებულა პარტიაზე, არამედ იყო მიბმული წინა ეპოქასთან და იმ ღირებულებებთან, რომლებსაც საბჭოთა სისტემა ცდილობდა გადააჭარბებოდა ან ჩაანაცვლოდა საკუთარი იდეოლოგიით. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ კითხვა რჩება, როგორ გრძნობდა ეს თავად კოტე აფხაზი. როგორ ცხოვრობდა ადამიანი, რომელიც იცოდა საკუთარი ნამდვილი იდენტობა და საკუთარი ნამდვილი კავშირები, მაგრამ ვალდებული იყო საჯაროდ არ ხაზგასმოდა ისინი. როგორ შეეწყო პოლიტიკურ კარიერას სიტუაციაში, სადაც მისი უდიდესი ღირსება, კავშირი ერის მამასთან უნდა ყოფილიყო დაფარული, უნდა ყოფილიყო საიდუმლო, რომელსაც შეიძლება ხსენება მხოლოდ კერძო წრეებში და მხოლოდ ჩუმად. არსებობს მოგონებები ადამიანებისა, რომლებიც იცნობდნენ კოტე აფხაზს პირადად და ისინი იხსენებენ მას როგორც კაცს, რომელსაც ჰქონდა რთული, ოდნავ მელანქოლიური ხასიათი, როგორც ადამიანს, ვინც ყოველთვის იყო ძალიან საზომიერი საკუთარ განცხადებებში და ძალიან ფრთხილი საკუთარი წარსულის მოხსენებისას. ეს ფსიქოლოგიური დაძაბულობა, ეს მუდმივი შიდა ცენზურა უნდა ყოფილიყო ძალიან რთული ტვირთი, რომელიც მან ატარა მთელი საკუთარი ცხოვრების მანძილზე, 1930-იან წლებში, როდესაც კოტე აფხაზი უკვე იყო 30 წლებში და აქტიურად მუშაობდა საბჭოთა საქართველოს ადმინისტრაციულ სტრუქტურებში. მოხდა ინციდენტი, რომელიც თითქმის დაასრულა მის კარიერას და შესაძლოა მის ცხოვრებასაც. ერთ-ერთ პარტიულ შეკრებაზე, სადაც განიხილებოდა საკითხები ეროვნული კულტურის პოლიტიკის შესახებ, ვიღაცამ საჯაროდ აღნიშნა, რომ კოტე აფხაზს აქვს ბურჟუაზიული წარმომავლობა და კავშირები ძველ რეჟიმთან.
ეს განცხადება, რომელიც დღეს შეიძლება ჟღერდეს უნებლად, იმ დროს იყო ძალიან სერიოზული ბრალდება, რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო საფუძველი რეპრესიებისთვის. კოტე აფხაზმა უპასუხა ძალიან ფრთხილად და დიპლომატიურად. მან აღნიშნა, რომ მისი ოჯახი მართლაც ჰქონდა არისტოკრატიული წარმომავლობა, მაგრამ ის თავად ყოველთვის იყო ერთგული რევოლუციურ იდეალებს და მუშაობდა საბჭოთა ხელისუფლების სასარგებლოდ. მაგრამ ამ პასუხში არსად არ ახსენა ილია ჭავჭავაძე, არსად არ მიუთითა საკუთარი დედის, ნინო ჭავჭავაძის იდენტობაზე. ეს დუმილი იყო გაცნობიერებული არჩევანი, სტრატეგია გადარჩენისთვის, მაგრამ ამავე დროს ტკივილიანი უარყოფა საკუთარი ნამდვილი იდენტობისა. რა ფიქრები დაეუფლა კოტე აფხაზს იმ ღამით, როცა დაბრუნდა სახლში ამ შეკრების შემდეგ? როგორ გრძნობდა თავს ადამიანი, რომელმაც უარყო საკუთარი დედის ძმა, ადამიანი, რომელიც იყო მთელი ერის სიმბოლო და რომლის იდეებზე თავად კოტე იზრდებოდა? არქივებში შემორჩენილია ერთი საინტერესო დოკუმენტი, კოტე აფხაზის პირადი წერილი მეგობართან, სადაც ის წერს ძალიან ფრთხილად და ალეგორიულად იმის შესახებ, თუ როგორ რთულია ცხოვრება ადამიანისთვის, რომელსაც აქვს ორი სული, ერთი, რომელიც ეკუთვნის წარსულს და მეორე, რომელიც ცდილობს იცხოვროს აწმყოში. ეს წერილი არასოდეს გამოქვეყნებულა და მხოლოდ შემთხვევით შემორჩა კერძო კოლექციაში, მაგრამ ის გვაძლევს იშვიათ შეხედულებას იმში და კონფლიქტზე, რომელიც განიცდიდა კოტე აფხაზი. 1924 წელს, როცა საბჭოთა კავშირში იწყება პირველი დიდი რეპრესიების ტალღა, კოტე აფხაზი იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს როგორც თვითდაცვის აქტი, ის წერს ავტობიოგრაფიულ ნარკვევს, სადაც დეტალურად აღწერს საკუთარ ცხოვრებას, მაგრამ ამ ტექსტში სრულიად არ ახსენებს ილია ჭავჭავაძეს და ძალიან მოკლედ, თითქმის გვერდისავლით, ახსენებს საკუთარ დედას, ნინო ჭავჭავაძეს, მხოლოდ როგორც კნიაზის ქალიშვილს. ეს დოკუმენტი, რომელიც დღეს ინახება სახელმწიფო არქივში, არის ერთგვარი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ იძულებული იყო კოტე აფხაზი თავად მონაწილეობა მიიღო საკუთარი ბიოგრაფიის გადაწერაში, საკუთარი იდენტობის ფალსიფიკაციაში. მაგრამ ამავე დროს, ამ დოკუმენტში არის ერთი საინტერესო დეტალი, კოტე აფხაზი წერს, რომ მისი პოლიტიკური შეხედულებები ჩამოყალიბდა ქართული კულტურის დიდი ტრადიციების გავლენით და ეს ფორმულირება, ძალიან ზოგადი და ნეიტრალური, მაინც შეიცავს ფარულ მითითებას იმ გარემოზე, სადაც ის გაიზარდა. რატომ იყო ეს ამდენად მნიშვნელოვანი კოტე აფხაზისთვის შეენარჩუნებინა ეს ფარული კავშირი, ეს დაშიფრული მითითება საკუთარ ნამდვილ წარმომავლობაზე? რადგან მიუხედავად ყველა საშიშროებისა და მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ოფიციალურად ის ვერ შეეძლო ეხსენებინა ილია ჭავჭავაძე როგორც საკუთარი ბიძა, კოტე აფხაზი არასოდეს დაივიწყა, ვინ იყო ის ნამდვილად და საიდან მოდიოდა. ეს შიდა იდენტობა, ეს ფარული მეხსიერება იყო ის, რაც აძლევდა მას ძალას გაეგრძელებინა მუშაობა იმ სისტემაში, რომელიც მოითხოვდა მისგან მუდმივ თვითუარყოფას. მაგრამ ამავე დროს ეს იყო თვირთი, რომელიც ხდიდა მის ცხოვრებას მუდმივ ბალანსირებად ორ სამყაროს შორის ოფიციალურ, სადაც ის იყო საბჭოთა მუშაკი კოტე აფხაზი და პირად, სადაც ის რჩებოდა კოტე აფხაზი, ილია ჭავჭავაძის დისშვილი. 1927 წელს, როცა რეპრესიები აღწევენ საკუთარ პიკს საქართველოში, კოტე აფხაზი თავს იკავებს ნებისმიერი საჯარო განცხადებისგან, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო ინტერპრეტირებული როგორც ეროვნული დევიაცია ან ბურჟუაზიული ნოსტალგია. მაგრამ კერძო წრეებში მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ის აგრძელებს საუბარს ქართული კულტურის მნიშვნელობაზე, ქართული ენის დაცვის აუცილებლობაზე და იმ ღირებულებებზე, რომლებიც გადმოსცა ილია ჭავჭავაძემ. ამ საუბრებში, რომლებიც არასოდეს ჩაწერილა ოფიციალურად, მაგრამ რომლებიც შემორჩა მონაწილეთა მოგონებებში, კოტე აფხაზი ხშირად იხსენებდა საკუთარ დედას, ნინო ჭავჭავაძეს, როგორც ქალს, რომელმაც ასწავლა მას სიყვარული საქართველოსადმი და პატივისცემა ქართული კულტურული ტრადიციებისადმი. ეს მოგონებები იყო ერთადერთი გზა, რომლითაც კოტე აფხაზს შეეძლო შეენარჩუნებინა კავშირი საკუთარ ნამდვილ იდენტობასთან. მაგრამ რა ხდებოდა იმ დოკუმენტებთან, რომლებიც შეიცავდა ინფორმაციას კოტე აფხაზის ნამდვილი წარმომავლობის შესახებ? 1930-იან და 50-იან წლებში საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო არქივებში მიმდინარეობდა სისტემატური გაწმენდა დოკუმენტები, რომლებიც შეიცავდა იდეოლოგიურად არასასურველ ინფორმაციას, ან ფიზიკურად განადგურდებოდა, ან გადაიტანებოდა სპეციალურ, შეზღუდული წვდომის ფონდებში. კოტე აფხაზის შემთხვევაში, ყველა დოკუმენტი, სადაც ნახსენები იყო მისი დედის, ნინო ჭავჭავაძის, კავშირი ილია ჭავჭავაძესთან, ექვემდებარებოდა ამ პროცედურას. არქივისტები, რომლებიც მუშაობდნენ ამ დოკუმენტებთან, იღებდნენ სპეციალურ ინსტრუქციებს, ამოიღონ ან გადახაზონ ყველა მითითება, რომელიც აკავშირებდა აფხაზის ოჯახს ჭავჭავაძეების გვართან. დღეს, როცა ამ დოკუმენტებს შეგიძლიათ ნახოთ არქივებში, ხედავთ ფიზიკურ კვალს ამ ცენზურისა, გვერდები, სადაც ხელით გადახაზულია აბზაცები, ფურცლები, რომლებიც ამოღებულია საქაღალდეებიდან, სპეციალური შტამპები, რომლებიც აღნიშნავენ, არ შესაბამისია გამოქვეყნებისთვის.
ეს არის მატერიალური მტკიცებულება იმისა, თუ როგორ მუშაობდა საბჭოთა სისტემა ისტორიული მეხსიერების კონტროლზე. მაგრამ რაც ყველაზე საინტერესოა, ზოგიერთი ამ დოკუმენტი მაინც გადარჩა, რადგან არქივისტებმა შესაძლოა გაცნობიერებულად ან შემთხვევით არ შეასრულეს სრულად ინსტრუქციები. ეს გადარჩენილი დოკუმენტები არის ის, რაც დღეს საშუალებას გვაძლევს აღვადგინოთ ნამდვილი ისტორია კოტე აფხაზის წარმომავლობის შესახებ. 1950-იან წლებში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა საბჭოთა კავშირი იწყებს ახალ ეტაპს საკუთარი ისტორიის კონსტრუირებაში, კოტე აფხაზი უკვე არის 95 წლის ადამიანი, რომელმაც გაიარა მთელი ეს რთული გზა. ახალგაზრდობა რევოლუციურ ეპოქაში, კარიერა საბჭოთა ადმინისტრაციაში, გადარჩენა რეპრესიების პერიოდში. მაგრამ ახლა, როცა ის უახლოვდება საკუთარი ცხოვრების დასასრულს, იწყებს ფიქრს იმაზე, თუ რა დარჩება მის შემდეგ, როგორ იხსენებენ მას მომავალი თაობები. ის იწყებს მუშაობას მემუარებზე, მაგრამ ეს მემუარები, რომლებიც დღეს ინახება მის ოჯახურ არქივში და არასოდეს გამოქვეყნებულა, არის ძალიან ფრთხილი და თვითცენზურირებული ტექსტი. კოტე აფხაზი წერს საკუთარ ცხოვრებაზე, მაგრამ კვლავ თავს არიდებს პირდაპირ მითითებას ილია ჭავჭავაძეზე როგორც საკუთარ ბიძაზე. მაგრამ ამ მემუარებში არის ერთი თავი სათაურით ჩემი დედას, სადაც კოტე აფხაზი წერს ძალიან ემოციურად და დეტალურად ნინო ჭავჭავაძეზე, მის ხასიათზე, მის იდეებზე, მის გავლენაზე საკუთარ ცხოვრებაზე. ამ თავში, მიუხედავად იმისა, რომ კოტე აფხაზი არ წერს პირდაპირ ილია ჭავჭავაძეზე, ის აღწერს გარემოს, სადაც მისი დედა გაიზარდა, იმ ადამიანებს, ვისთანაც ის ურთიერთობდა, იმ იდეებს, რომლებიც აყალიბებდა მის მსოფლმხედველობას. ყველა ვინც კითხულობს ამ ტექსტს ყურადღებით, ხვდება, რომ ეს არის ფარული მოთხრობა იმის შესახებ, თუ როგორ იყო ნინო ჭავჭავაძე კავშირში ილია ჭავჭავაძესთან და როგორ გადასცა ეს კავშირი, ეს კულტურული მემკვიდრეობა საკუთარ შვილს. ეს არის ერთადერთი ადგილი კოტე აფხაზის ყველა წერილობით ნაშრომში, სადაც ის ნებას რთავს საკუთარ თავს იყოს ოდნავ უფრო ღია, ოდნავ უფრო პირდაპირი საკუთარი ნამდვილი იდენტობის შესახებ. მაგრამ თუნდაც აქ ის რჩება ფრთხილი, იყენებს ალეგორიებს და არაპირდაპირ ფორმულირებებს, რადგან იცის, რომ ეს ტექსტი შეიძლება ერთ დღეს გახდეს საჯარო და მან არ უნდა შექმნას პრობლემები არც საკუთარი თავისთვის და არც საკუთარი ოჯახისთვის. როდესაც კოტე აფხაზი გარდაიცვალა 1959 წელს, მისი ოფიციალური ნეკროლოგი, რომელიც გამოქვეყნდა საბჭოთა საქართველოს ყველა მთავარ გაზეთში, აღწერდა მას როგორც ერთგულ საბჭოთა მუშაკს, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა სოციალიზმის მშენებლობას საქართველოში. ამ ნეკროლოგში არ იყო არანაირი მითითება მის წარმომავლობაზე, მის ოჯახურ კავშირებზე, მის კულტურულ მემკვიდრეობაზე. ეს იყო ბოლო აქტი იმ გრძელი პროცესისა, რომელიც დაიწყო 1930-იან წლებში კოტე აფხაზის ნამდვილი იდენტობის სრული წაშლა ოფიციალური ისტორიიდან. მაგრამ მისი ოჯახის წევრებმა, მისმა მეგობრებმა და იმ ადამიანებმა, რომლებმაც იცოდნენ სიმართლეს, შეინარჩუნეს ეს მეხსიერება კერძო წრეებში, გადასცეს ის შემდეგ თაობებს და ელოდნენ იმ დროს, როცა შესაძლებელი იქნებოდა ამ სიმართლის საჯარო გახმაურება. რატომ იყო ეს ამდენად მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც შეინარჩუნეს ეს მეხსიერება? რადგან ისინი ხვდებოდნენ, რომ კოტე აფხაზის ისტორია არ იყო მხოლოდ ერთი ადამიანის პირადი ტრაგედია, ეს იყო სიმბოლო იმისა, თუ როგორ ცდილობდა საბჭოთა სისტემა გადაეწერა მთელი ერის ისტორია, როგორ ცდილობდა გაეკონტროლებინა ის, თუ რას იხსენებდნენ ხალხები და ვის აღიარებდნენ როგორც საკუთარ ლიდერებს და გმირებს. კოტე აფხაზის შემთხვევაში სისტემამ გადაწყვიტა, რომ მისი კავშირი ილია ჭავჭავაძესთან იყო საშიშარი, რადგან ეს კავშირი აძლევდა მას ლეგიტიმაციას, რომელიც არ დამოკიდებულა საბჭოთა პარტიაზე. ამიტომ ეს კავშირი უნდა წაშლილიყო, უნდა დავიწყებულიყო, უნდა გამხდარიყო არარსებული ოფიციალურ ისტორიაში. მაგრამ ისტორია, როგორც ვიცით, არის არა მხოლოდ ის, რაც დაწერილია ოფიციალურ დოკუმენტებში, ისტორია არის ასევე ის, რაც ინახება ადამიანების მეხსიერებაში, კერძო არქივებში, ოჯახურ მოთხრობებში. და სწორედ ამ ალტერნატიული მეხსიერების წყალობით, დღეს ჩვენ შეგვიძლია აღვადგინოთ სიმართლე კოტე აფხაზის შესახებ და ვიხილოთ მისი ცხოვრება, არა როგორც უბრალოდ საბჭოთა მუშაკის ბიოგრაფია, არამედ როგორც რთული და ტრაგიკული ისტორია ადამიანისა, რომელიც იყო მოქცეული ორ სამყაროს შორის წარსულის, რომელიც მას აძლევდა იდენტობას და ღირსებას, და აწმყოს, რომელიც მოითხოვდა ამ იდენტობის უარყოფას. თქვენ შეიძლება დაინტერესდეთ, რა მოხდა იმ დოკუმენტებთან, რომლებიც შეიცავდა ინფორმაციას კოტე აფხაზის ნამდვილი წარმომავლობის შესახებ, მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა. 1990-იან წლებში, როცა საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა და დაიწყო საკუთარი ისტორიის გადახედვა, ისტორიკოსებმა და არქივისტებმა მიიღეს წვდომა იმ დოკუმენტებზე, რომლებიც ადრე იყო დახურული. მათ შორის იყო ის საქაღალდეები, რომლებიც შეიცავდა ინფორმაციას კოტე აფხაზის ოჯახის შესახებ.
როცა ამ დოკუმენტებმა დაიწყეს გამოქვეყნება, ბევრი ადამიანი გაოცდა, როგორ შეიძლებოდა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტი, როგორიცაა კოტე აფხაზის კავშირი ილია ჭავჭავაძესთან, ყოფილიყო დამალული ამდენი ხნის განმავლობაში. 2009 წელს, როცა საქართველოს ეროვნულმა არქივმა გახსნა ის საიდუმლო საქაღალდე, რომელზეც ვისაუბრეთ დასაწყისში, დაიწყო ახალი ეტაპი კოტე აფხაზის ისტორიის შესწავლაში. ისტორიკოსებმა დაიწყეს სისტემატური კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა აღედგინა სრული სურათი მისი ცხოვრებისა და მისი ოჯახური კავშირების შესახებ. ამ კვლევის შედეგად გამოვლინდა არა მხოლოდ დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდა, რომ კოტე აფხაზის დედა იყო ნინო ჭავჭავაძე, ილია ჭავჭავაძის და, არამედ ასევე მთელი რიგი სხვა დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებდა, თუ როგორ მუშაობდა საბჭოთა სისტემა ამ ინფორმაციის დასამალად. ეს იყო ერთგვარი არქეოლოგია ცენზურისა. ისტორიკოსები აღმოაჩენდნენ ფენა-ფენას იმ ცვლილებებისა, რედაქტირებებისა და წაშლების, რომლებიც განხორციელდა 1930-იანი წლებიდან 1990-იან წლებამდე. მაგრამ ყველაზე საინტერესო აღმოჩენა იყო არა თავად დოკუმენტები, არამედ ის, რაც ამ დოკუმენტებს შორის ვერ იპოვეს, ოფიციალური ბრძანება, რომელიც პირდაპირ ავალდებულებდა კოტე აფხაზის კავშირის დამალვას ილია ჭავჭავაძესთან. ასეთი დოკუმენტი არასოდეს იარსება, რადგან საბჭოთა სისტემა ხშირად მუშაობდა არაფორმალური ინსტრუქციების საფუძველზე, ზეპირი მითითებებით, რომლებიც გადაეცემოდა იერარქიის გასწვრივ და არასოდეს ფიქსირდებოდა წერილობით. ეს იყო ერთგვარი გაუთქმელი შეთანხმება, ყველა, ვინც მუშაობდა იდეოლოგიურ და კულტურულ სფეროში, იცოდა, რომ გარკვეული თემები, გარკვეული კავშირები, გარკვეული ფაქტები იყო არასასურველი და უნდა თავიდან აცილებულიყო ან დამალულიყო, მაგრამ ეს არასოდეს ითქმოდა პირდაპირ და არასოდეს იწერებოდა ოფიციალურ დოკუმენტებში. ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობდა საბჭოთა ცენზურა და იდეოლოგიური კონტროლი. ეს არ იყო მხოლოდ ფორმალური აკრძალვები და ბრძანებები, ეს იყო მთელი სისტემა, რომელიც ფუნქციონირებდა თვითცენზურის, შიშის და გაუთქმელი წესების საფუძველზე. ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ ამ სისტემაში, სწავლობდნენ როგორ ეფიქრათ, რა ეთქვათ და რა დაეწერათ იმისთვის, რომ არ შექმნათ პრობლემები საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის. კოტე აფხაზი, როგორც ადამიანი, რომელიც გაატარა მთელი თავისი ზრდასრული ცხოვრება ამ სისტემაში, სრულყოფილად ფლობდა ამ გაუთქმელ ენას, ის იცოდა, როდის უნდა ელაპარაკა და როდის უნდა დუმილიყო, რა უნდა ეწერა და რა უნდა დაეტოვებინა არარსებული. დღეს, როცა ჩვენ ვუყურებთ უკან კოტე აფხაზის ცხოვრებას და ვცდილობთ გავიგოთ მისი გამოცდილება, ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ ერთი ადამიანის პირად ისტორიას, არამედ ვხედავთ მთელი ეპოქის პორტრეტს, ეპოქას, როდესაც ადამიანები იძულებული იყვნენ ეცხოვრათ ორმაგ ცხოვრებაში, ჰქონოდათ ორმაგი იდენტობა, ეფიქრათ ერთი და ელაპარაკათ სხვა. ეს იყო ეპოქა, როდესაც ისტორია არ იყო უბრალოდ წარსულის ჩანაწერი, არამედ იყო პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენებოდა ხელისუფლების შესანარჩუნებლად და კონტროლისთვის. და კოტე აფხაზის ისტორია, მისი დამალული კავშირი ილია ჭავჭავაძესთან, არის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ მუშაობდა ეს სისტემა და რა ფასი უნდა გადაეხადათ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობდნენ მასში. 1945 წელს, როცა მეორე მსოფლიო ომი დასრულდა და საბჭოთა კავშირი იწყებდა ახალ ეტაპს საკუთარი ისტორიის კონსტრუირებაში, კოტე აფხაზი უკვე იყო 50 წლის ადამიანი, რომელიც გაიარა გზა, რომელსაც ძალიან ცოტა ადამიანს შეეძლო გაევლო და გადარჩენოდა. მაგრამ ამ გადარჩენას ჰქონდა თავისი ფასი, რომელიც იზომებოდა არა მატერიალური დანაკარგებით, არამედ შიდა კონფლიქტით, მუდმივი თვითცენზურით და იმ გრძნობით, რომ ცხოვრობ ორ პარალელურ რეალობაში. ერთ რეალობაში ის იყო საბჭოთა ფუნქციონერი, ადამიანი, რომელიც ემსახურებოდა სისტემას და ასრულებდა მის მოთხოვნებს. მეორე რეალობაში, ფარულ და პირად ის რჩებოდა კოტე აფხაზი, ნინო ჭავჭავაძის შვილი, ილია ჭავჭავაძის დის-შვილი, მემკვიდრე იმ კულტურული და ინტელექტუალური ტრადიციისა, რომელიც აყალიბებდა ქართულ ეროვნულ იდენტობას მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში. როგორ შეეძლო ადამიანს ეცხოვრა ამ ორ რეალობას შორის ამდენი ხნის განმავლობაში? რა ფსიქოლოგიური მექანიზმები ეხმარებოდა მას შეენარჩუნებინა გონება და იდენტობა? იმ პერიოდში, როცა საბჭოთა კავშირი ზეიმობდა გამარჯვებას ფაშიზმზე და იწყებდა ახალ კამპანიას საბჭოთა პატრიოტიზმის გაძლიერებისთვის, კოტე აფხაზი აღმოჩნდა საინტერესო დილემის წინაშე. ერთი მხრივ, ახალი იდეოლოგიური ხაზი მოითხოვდა ეროვნული კულტურების აღიარებას საბჭოთა კავშირის ფარგლებში, ყოველი რესპუბლიკა უნდა ჰქონოდა საკუთარი ეროვნული ფორმა სოციალისტური შინაარსით. ეს ნიშნავდა, რომ ქართული კულტურა, ქართული ენა და ქართული ისტორია კვლავ შეიძლებოდა ყოფილიყო საჯარო დისკუსიის თემა, მაგრამ მხოლოდ იმ ფარგლებში, რომელიც არ ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა იდეოლოგიას.
მეორე მხრივ ეს ნიშნავდა, რომ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ კავშირი წინა ეპოქის ეროვნულ მოძრაობასთან, კვლავ რჩებოდნენ ეჭვის ქვეშ. მათ შეეძლოთ გამოეყენებინათ ეს ახალი შედარებით ლიბერალური გარემო იმისთვის, რომ გაეცოცხლებინათ ბურჟუაზიული ეროვნული იდეები. კოტე აფხაზი, როგორც ადამიანი, რომელიც ფლობდა უნიკალურ პოზიციას, იყო ერთდროულად კავშირში ძველ ეროვნულ ელიტასთან და ამავე დროს იყო ინტეგრირებული საბჭოთა სისტემაში, უნდა ყოფილიყო განსაკუთრებით ფრთხილი. ის აგრძელებდა მუშაობას კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროში, მაგრამ ყოველთვის თავს არიდებდა ნებისმიერ განცხადებას, რომელიც შეიძლებოდა ინტერპრეტირებულ იქნა როგორც ეროვნული დევიაცია. მისი კოლეგები იხსენებენ, რომ კოტე აფხაზი იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის ფიქრობდა ორჯერ სანამ რამეს იტყოდა, ყოველთვის აწონდა-წონებდა თითოეულ სიტყვას, თითოეულ ფრაზას. ეს ფრთხილობა, რომელიც ზოგიერთმა შეიძლება აღიქვას როგორც სისუსტე ან ორგულობა, სინამდვილეში იყო გადარჩენის სტრატეგია, ერთადერთი გზა, რომლითაც ადამიანს, რომელსაც ჰქონდა პრობლემური წარმომავლობა, შეეძლო გაეგრძელებინა მუშაობა და ცხოვრება საბჭოთა სისტემაში. მაგრამ ამ ფრთხილობას ჰქონდა თავისი შედეგები არა მხოლოდ კოტე აფხაზის პირად ცხოვრებაზე, არამედ ასევე იმ გზაზე, რომლითაც მისი ისტორია გადაეცემოდა შემდეგ თაობებს. 1945-დან 1959 წლამდე, ბოლო წლებში საკუთარი ცხოვრებისა, კოტე აფხაზი რამდენჯერმე ცდილობდა დაეწერა მემუარები, რომლებშიც გადმოეცა საკუთარი გამოცდილება და ის, რაც მან იცოდა საქართველოს ისტორიის შესახებ. მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ის აღწევდა იმ წერტილს, სადაც უნდა ელაპარაკა საკუთარ ოჯახზე, საკუთარ დედაზე, საკუთარ კავშირზე ილია ჭავჭავაძესთან, ის ჩერდებოდა. არქივებში შემორჩენილია რამდენიმე ვერსია ამ მემუარებისა და ყველა ვერსიაში ხედავთ ერთსა და იმავე ნიმუშს. კოტე აფხაზი იწყებს წერას ამ თემაზე, შემდეგ წაშლის დაწერილს, ცდილობს სხვაგვარად ჩამოაყალიბოს, მაგრამ ბოლოს მაინც ტოვებს ამ თავს დაუმთავრებელს. ეს დაუმთავრებელი თავები, ეს წაშლილი აბზაცები, ეს ფრაზები, რომლებიც დაიწყო, მაგრამ არასოდეს დასრულდა, არის ერთგვარი მეტაფორა იმისა, თუ როგორ იყო კოტე აფხაზის მთელი ცხოვრება, რომელიც არასოდეს შეძლო სრულად გამოხატოს საკუთარ თავს. ცხოვრება, რომელიც ყოველთვის რჩებოდა ნახევრად ნათქვამი, ნახევრად დაფარული. როდესაც კოტე აფხაზი გარდაიცვალა 1959 წელს, მისი ოჯახის წევრებმა იპოვეს ეს დაუმთავრებელი მემუარები და გადაწყვიტეს არ გამოექვეყნებინათ ისინი, რადგან ხვდებოდნენ, რომ თუნდაც ამ არასრულ ფორმაში ისინი შეიცავდნენ ინფორმაციას, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო საშიშარი. ამიტომ ეს ტექსტები დარჩა ოჯახურ არქივში, დაფარული და დავიწყებული თითქმის 50 წლის განმავლობაში. რა ხდებოდა იმ პერიოდში საბჭოთა საქართველოში ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობასთან დაკავშირებით? 1950-იან და 50-იან წლებში სტალინის აღსასრულის შემდეგ დაიწყო პროცესი, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ნაწილობრივი რეაბილიტაცია ზოგიერთი ეროვნული ფიგურისა. ილია ჭავჭავაძე, რომელიც ყოველთვის რჩებოდა რთულ ფიგურად საბჭოთა იდეოლოგებისთვის, დაიწყო უფრო ხშირად მოხსენება როგორც დიდი ქართველი მწერალი, მაგრამ კვლავ ფრთხილად და შერჩევით. მისი ლიტერატურული ნაწარმოებები გამოიცემოდა და შესწავლილი იყო სკოლებსა და უნივერსიტეტებში, მაგრამ მისი პოლიტიკური იდეები, მისი ხედვა საქართველოს მომავლის შესახებ, მისი როლი ეროვნულ მოძრაობაში კვლავ რჩებოდა ტაბუ თემად. ამ კონტექსტში ყველა, ვინც იყო პირდაპირ კავშირში ილიასთან, კვლავ რჩებოდა ეჭვის ქვეშ. 1950-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირში იწყება პერიოდი, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ნაწილობრივი ლიბერალიზაცია, ზოგიერთი ისტორიკოსი და ლიტერატურათმცოდნე იწყებს უფრო ღრმა კვლევას ქართული კულტურის ისტორიაზე მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში. ამ კვლევების ფარგლებში ისინი აღმოაჩენენ დოკუმენტებს და მოგონებებს, რომლებიც მიუთითებენ კოტე აფხაზის კავშირზე ჭავჭავაძეების ოჯახთან. მაგრამ როცა ისინი ცდილობენ გამოაქვეყნონ ეს ინფორმაცია, აწყდებიან წინააღმდეგობას იდეოლოგიური კონტროლის ორგანოებისგან. მათ ეუბნებიან, რომ ეს ინფორმაცია არ არის საკმარისად დადასტურებული, ან არ არის აუცილებელი ისტორიული სიზუსტისთვის. ეს არის ევფემიზმები, რომლებიც ნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია კვლავ ითვლება იდეოლოგიურად პრობლემურად. მაგრამ რატომ? რატომ 1950-იან წლებში, თითქმის 20 წლის შემდეგ კოტე აფხაზის აღსასრულისა და თითქმის 70 წლის შემდეგ ილია ჭავჭავაძის აღსასრულისა, კვლავ იყო საშიშარი ამ კავშირის აღიარება? პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ საბჭოთა სისტემა, მიუხედავად ზოგიერთი ლიბერალიზაციისა, კვლავ ფუნქციონირებდა იმავე ძირითადი პრინციპების საფუძველზე, კონტროლი ისტორიულ მეხსიერებაზე, კონტროლი იმაზე, თუ ვინ იყო ლეგიტიმური ლიდერი და ვინ იყო მემკვიდრე ეროვნული ტრადიციისა. თუ აღიარებული იქნებოდა, რომ კოტე აფხაზი იყო ილია ჭავჭავაძის შვილი, ეს ავტომატურად დაამყარებდა კავშირს ორ ეპოქას შორის, ეპოქას, როცა საქართველო ოცნებობდა დამოუკიდებლობაზე, და ეპოქას, როცა საქართველო იყო საბჭოთა კავშირის ნაწილი.
ეს კავშირი შეიძლებოდა ინტერპრეტირებული იქნა როგორ უწყვეტობა ეროვნული იდეის, რაც არ შეეფერებოდა საბჭოთა ნარატივს, რომელიც ამტკიცებდა, რომ საბჭოთა ხელისუფლება წარმოადგენდა რადიკალურ გარღვევას წარსულთან. 1970-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირში იზრდება დისიდენტური მოძრაობა და ეროვნული მოძრაობები სხვადასხვა რესპუბლიკებში, საბჭოთა ხელისუფლება კვლავ ხდება უფრო ფრთხილი ყველაფერთან დაკავშირებით, რაც შეიძლებოდა გამოყენებულ იქნა როგორც სიმბოლო ეროვნული იდენტობისა და დამოუკიდებლობის სურვილისა. საქართველოში, სადაც ეროვნული გრძნობები ყოველთვის იყო ძლიერი, ხელისუფლება განსაკუთრებით ფრთხილად ეკიდებოდა ყველაფერს, რაც უკავშირდებოდა ილია ჭავჭავაძეს და მის მემკვიდრეობას. ამ კონტექსტში, კოტე აფხაზის ისტორია, მისი დამალული კავშირი ერის მამასთან კვლავ რჩებოდა თემად, რომელიც უმჯობესი იყო არ შეეხოთ. მაგრამ ისტორია, როგორც ვიცით, არ შეიძლება სამუდამოდ დაიფაროს. 1970-იან და 90-იან წლებში მიუხედავად ოფიციალური ცენზურისა, ინფორმაცია კოტე აფხაზის ნამდვილი წარმომავლობის შესახებ აგრძელებდა ცირკულაციას კერძო წრეებში, ინტელიგენციის შორის ოჯახებში, რომლებიც ინახავდნენ მეხსიერებას წინა ეპოქის შესახებ. ეს იყო ერთგვარი ზეპირი ისტორია, რომელიც გადაეცემოდა თაობიდან თაობას და რომელიც ინახავდა იმ სიმართლეს, რომელსაც ოფიციალური ისტორია ცდილობდა წაეშალა. ამ ზეპირ ისტორიაში კოტე აფხაზი იყო არა მხოლოდ საბჭოთა მუშაკი, არამედ იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა რთული და ტრაგიკული ბედი, ადამიანი, რომელიც იყო მოქცეული ორ სამყაროს შორის და რომელმაც გადაიხადა მძიმე ფასი საკუთარი გადარჩენისთვის. როდესაც 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, დაიწყო პროცესი, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ისტორიის დეკოლონიზაცია, პროცესი, რომლის მიზანი იყო აღდგენილიყო ის ისტორიული სიმართლე, რომელიც დაფარული იყო საბჭოთა პერიოდში. ამ პროცესის ფარგლებში ისტორიკოსებმა და არქივისტებმა დაიწყა სისტემატური მუშაობა იმ დოკუმენტებზე, რომლებიც ადრე იყო დახურული ან ცენზურირებული. მათ შორის იყო დოკუმენტები, რომლებიც შეეხებოდა კოტე აფხაზის ცხოვრებას და მის ოჯახურ კავშირებს. პირველად ოფიციალურად და საჯაროდ გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კოტე აფხაზის დედა იყო ნინო ჭავჭავაძე, ილია ჭავჭავაძის და. ეს გამოქვეყნება გამოიწვია დიდი ინტერესი საქართველოში. ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა, რომელიც გაიზარდა საბჭოთა პერიოდში და არ იცოდა ეს ისტორია, გაოცდა როგორ შეიძლებოდა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტი ყოფილიყო დამალული ამდენი ხნის განმავლობაში. ეს აღმოჩენა გახდა ერთგვარი სიმბოლო იმისა, თუ რამდენი სხვა ისტორიული სიმართლე იყო დაფარული საბჭოთა პერიოდში და რამდენი სამუშაო იყო საჭირო ამ სიმართლის აღსადგენად. მაგრამ ამავე დროს ეს აღმოჩენა დააყენა ახალი კითხვები, რატომ იყო ეს ინფორმაცია დამალული? ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს ამ დამალვის შესახებ? და რა სხვა ისტორიული სიმართლეები კვლავ რჩება დაფარული? 2009 წელს, როცა საქართველოს ეროვნულმა არქივმა გახსნა ის საიდუმლო საქაღალდე, რომელზეც ვისაუბრეთ დასაწყისში, დაიწყო ახალი ფაზა კოტე აფხაზის ისტორიის შესწავლაში. ისტორიკოსებმა მიიღეს წვდომა არა მხოლოდ დოკუმენტებზე, რომლებიც ადასტურებდა მის კავშირს ჭავჭავაძეების ოჯახთან, არამედ ასევე დოკუმენტებზე, რომლებიც აჩვენებდა, თუ როგორ მუშაობდა საბჭოთა სისტემა ამ ინფორმაციის დასამალად. ამ დოკუმენტებში იყო შენიშვნები უსაფრთხოების ორგანოების თანამშრომლებისგან, ინსტრუქციები არქივისტებისთვის, მიმოწერა იდეოლოგიურ დეპარტამენტებს შორის, მთელი ერთი არქივი, რომელიც ასახავდა, თუ როგორ ფუნქციონირებდა ცენზურა და იდეოლოგიური კონტროლი საბჭოთა სისტემაში. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დოკუმენტი, რომელიც აღმოჩნდა ამ საქაღალდეში, იყო შიდა მემორანდუმი 1932 წლიდან, სადაც ერთ-ერთი უმაღლესი პარტიული ფუნქციონერი წერდა, რომ აფხაზი კოტეს ოჯახური კავშირები ბურჟუაზიულ ეროვნულ ელემენტებთან შეიძლება წარმოადგენდეს პრობლემას მომავალში, თუ ის მოიპოვებს მაღალ პოზიციას პარტიულ ან სახელმწიფო სტრუქტურებში. ეს დოკუმენტი აჩვენებს, რომ უკვე ძალიან ადრეულ ეტაპზე საბჭოთა ხელისუფლება აცნობიერებდა, რომ კოტე აფხაზის წარმომავლობა შეიძლებოდა ყოფილიყო პოლიტიკური პრობლემა. მაგრამ ამავე დროს ეს დოკუმენტი აჩვენებს, რომ ხელისუფლება არ აპირებდა კოტე აფხაზის სრულ გამორიცხვას ან რეპრესირებას, ის უბრალოდ აპირებდა მის კონტროლს და მის ბიოგრაფიის გაწმენდას. ეს სტრატეგია, არასრული განადგურება, არამედ კონტროლი და მანიპულაცია, იყო ტიპიური საბჭოთა სისტემისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხებოდა ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ პრობლემური წარმომავლობა, მაგრამ ამავე დროს იყვნენ ნიჭიერი და შეიძლებოდა სასარგებლო ყოფილიყვნენ სისტემისთვის. კოტე აფხაზი იყო ზუსტად ამ კატეგორიაში, ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა არასასურველი კავშირები, მაგრამ ამავე დროს იყო განათლებული, ნიჭიერი და ერთგული საბჭოთა იდეალებისადმი.
ამიტომ სისტემამ გადაწყვიტა არა მისი განადგურება, არამედ მისი გადაკეთება წაშლა მისი ბიოგრაფიიდან ყველა ელემენტისა, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო პრობლემური და შექმნა ახალი, გაწმენდილი ბიოგრაფია, რომელიც შეეფერებოდა საბჭოთა ნარატივს. მაგრამ ეს გადაკეთება არ იყო მხოლოდ ტექნიკური პროცედურა, ეს იყო ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელიც მოითხოვდა კოტე აფხაზისგან მუდმივ თვითუარყოფას, მუდმივ ცხოვრებას ორმაგ რეალობაში. და ეს ძალადობა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ კოტე აფხაზით, ის ვრცელდებოდა მის ოჯახზე, მის შვილებზე, მის შვილიშვილებზე, რომლებიც ასევე იძულებული იყვნენ ეცხოვრათ ამ ორმაგ რეალობაში და ინახავდნენ საიდუმლოს საკუთარი ნამდვილი წარმომავლობის შესახებ. რამდენი თაობა უნდა ეცხოვრა ამ საიდუმლოს ტვირთით? რამდენ ხანს უნდა გაგრძელებულიყო ეს დუმილი? დღეს, როცა ჩვენ ვიცით სიმართლე კოტე აფხაზის შესახებ, როცა ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ღიად მის კავშირზე ილია ჭავჭავაძესთან, ჩვენ მაინც უნდა დავსვათ კითხვა, რა დარჩა ამ გრძელი დუმილის შემდეგ? როგორ შეცვალა ეს გამოცდილება, ეს მუდმივი თვითცენზურა და ორმაგი ცხოვრება, არა მხოლოდ კოტე აფხაზის პიროვნება, არამედ მთელი ის თაობები, რომლებიც მოვიდნენ მის შემდეგ? რა კვალი დატოვა ამ ისტორიამ ქართულ კოლექტიურ მეხსიერებაში? და რა სხვა ისტორიები, რა სხვა დამალული კავშირები, რა სხვა წაშლილი ბიოგრაფიები კვლავ ელოდება აღმოჩენას და აღდგენას. 1959 წლის დეკემბერში, როცა კოტე აფხაზი წავიდა ამ სამყაროდან, მისი ოჯახის წევრებმა იპოვეს რამდენიმე ხუთი სავსე დოკუმენტებით, წერილებით და ჩანაწერებით, რომლებიც ის ინახავდა მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე. ამ ყუთებში იყო ფოტოები საბურთალოს სახლიდან, სადაც მისი დედა, ნინო ჭავჭავაძე, გაიზარდა, იყო წერილები, რომლებიც ნინო მიიღებდა საკუთარი ძმისგან, ილია ჭავჭავაძისგან, იყო პირადი ჩანაწერები, სადაც კოტე აფხაზი აღწერდა საკუთარ გრძნობებს და ფიქრებს იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ხდებოდა საქართველოში. ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ ეს დოკუმენტები იყო ძალიან ფასეული და ძალიან საშიშარი იმისთვის, რომ გადაეცათ სახელმწიფო არქივს, სადაც ისინი შეიძლებოდა განადგურებულიყო ან დაკარგულიყო. ამიტომ ისინი შეინახეს ეს დოკუმენტები კერძო ოჯახურ არქივში იმ იმედით, რომ ერთ დღეს მოვა დრო, როცა შესაძლებელი იქნება მათი საჯარო გახმაურება. ამ დოკუმენტებს შორის იყო ერთი განსაკუთრებით საინტერესო ნაწარმოები, პირადი დღიური, რომელსაც კოტე აფხაზი აწარმოებდა 1925-დან 1927 წლამდე, რეპრესიების ყველაზე მძიმე პერიოდში. ეს დღიური, რომელიც დღეს ინახება მის შთამომავლების მიერ და არასოდეს გამოქვეყნებულა სრულად, გვაძლევს უნიკალურ შეხედულებას იმ შიდა სამყაროზე, რომელშიც ცხოვრობდა კოტე აფხაზი. ამ დღიურში ის წერს ძალიან ფრთხილად, იყენებს კოდირებულ ენას და ალეგორიებს, რადგან იცოდა, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა მისი სახლის გაჩხრეკა და ამ დოკუმენტის აღმოჩენა. მაგრამ მიუხედავად ამ ფრთხილობისა, დღიური შეიცავს ძალიან პირად და ემოციურ ჩანაწერებს იმის შესახებ, თუ როგორ გრძნობდა თავს ადამიანი, რომელიც იძულებული იყო დაემალა საკუთარი ნამდვილი იდენტობა. ერთ-ერთ ჩანაწერში, დათარიღებული 1927 წლის მარტით, კოტე აფხაზი წერს იმის შესახებ, თუ როგორ ესწრებოდა ერთპარტიულ შეკრებას, სადაც განიხილებოდა საკითხები ბურჟუაზიული ეროვნული დევიაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. ამ შეკრებაზე ერთ-ერთმა სპიკერმა თქვა, რომ ყველა, ვინც ინარჩუნებს კავშირებს ძველ რეჟიმთან, ყველა, ვინც ატარებს ბურჟუაზიული წარსულის ტვირთს, არის პოტენციური მტერი საბჭოთა ხელისუფლებისა. კოტე აფხაზი წერს, რომ ამ სიტყვების მოსმენისას მან იგრძნო, თითქოს ეს სიტყვები პირდაპირ მისკენ იყო მიმართული, თითქოს ყველა ამ დარბაზში იცოდა მისი საიდუმლო და ელოდა, როდის გამოაშკარავებდა მას. მან წერს, რომ იმ ღამით, როცა დაბრუნდა სახლში, ვერ ეძინა, ფიქრობდა იმაზე, თუ რა მოხდებოდა, თუ სიმართლე გამოვიდოდა ცხადად, თუ ვინმე აღმოაჩენდა, რომ ის იყო ილია ჭავჭავაძის დისშვილი. ეს ჩანაწერი, როგორც ბევრი სხვა ამ დღიურში, აჩვენებს იმ მუდმივ შიშს და დაძაბულობას, რომელშიც ცხოვრობდა კოტე აფხაზი. ეს არ იყო უბრალოდ შიში ფიზიკური რეპრესიებისა, ეს იყო უფრო ღრმა ეგზისტენციალური შიში იმისა, რომ მთელი მისი ცხოვრება, მთელი მისი იდენტობა შეიძლებოდა გამხდარიყო არარსებული, წაშლილი, დავიწყებული. ეს იყო შიში იმისა, რომ ის შეიძლებოდა გამხდარიყო არა ის, ვინც ის ნამდვილად იყო, არამედ ის, ვინც სისტემა მოითხოვდა, რომ ყოფილიყო. და ეს შიში, ეს მუდმივი დაძაბულობა, ეს ცხოვრება ორმაგ რეალობაში, ტოვებდა ღრმა კვალს მის ფსიქიკაზე, მის ჯანმრთელობაზე, მის ურთიერთობებზე ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან. მაგრამ ამავე დროს ეს დღიური აჩვენებს, რომ კოტე აფხაზი არასოდეს დაკარგა სრულიად საკუთარი შიდა იდენტობა. მიუხედავად ყველა ზეწოლისა, მიუხედავად მუდმივი თვითცენზურისა, ის აგრძელებდა ფიქრს საკუთარ თავზე, როგორც ნინო ჭავჭავაძის შვილზე, როგორც ილია ჭავჭავაძის დისშვილზე, როგორც მემკვიდრეზე იმ კულტურული და ინტელექტუალური ტრადიციისა, რომელიც აყალიბებდა ქართულ ეროვნულ იდენტობას.
ამ დღიურში არის ჩანაწერები, სადაც ის წერს იმის შესახებ, თუ როგორ იხსენებს საკუთარ დედას, როგორ იხსენებს საუბრებს, რომლებიც მას ჰქონდა მასთან ახალგაზრდობაში, როგორ იხსენებს იმ ღირებულებებს და იდეებს, რომლებიც მან მისგან ისწავლა. ეს ჩანაწერები არის ერთგვარი წინააღმდეგობა, ერთგვარი შიდა პროტესტი იმ სისტემის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობდა წაეშალა მისი ნამდვილი იდენტობა. 1950-იან წლებში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა საბჭოთა კავშირი იწყებს ახალ ეტაპს საკუთარი ისტორიის კონსტრუირებაში და როცა იწყება ნაწილობრივი რეაბილიტაცია ზოგიერთი რეპრესირებული ფიგურისა, კოტე აფხაზი იწყებს იმედის ქონას, რომ შესაძლოა ერთ დღეს მოვა დრო, როცა შესაძლებელი იქნება საუბარი საკუთარი ნამდვილი წარმომავლობის შესახებ. მაგრამ ეს იმედი სწრაფად ქრება, როცა ის ხედავს, რომ სისტემა, მიუხედავად ზოგიერთი ცვლილებისა, კვლავ ფუნქციონირებს იმავე ძირითადი პრინციპების საფუძველზე: კონტროლი ისტორიულ მეხსიერებაზე, კონტროლი იმაზე, თუ რას იხსენებენ ხალხები და ვის აღიარებენ როგორც ლეგიტიმურ ლიდერებს. ამ პერიოდში კოტე აფხაზი წერს საკუთარ დღიურში, რომ ხვდები, რომ ჩემი საიდუმლო უნდა დარჩეს საიდუმლოდ ჩემი ცხოვრების ბოლომდე და შესაძლოა კიდევ უფრო დიდი ხნის განმავლობაში. ეს რეალიზაცია, ეს გაგება იმისა, რომ მისი ნამდვილი ისტორია არასოდეს იქნება ნათქვამი მის ცხოვრებაში, იყო ძალიან მძიმე ტვირთი კოტე აფხაზისთვის. მისი ოჯახის წევრები იხსენებენ, რომ ბოლო წლებში მისი ცხოვრებისა ის გახდა უფრო და უფრო მდუმარე, უფრო და უფრო ჩაფიქრებული, თითქოს ატარებდა რაღაც ძალიან მძიმე ტვირთს, რომელზეც არ შეეძლო ვინმესთან საუბარი. ისინი იხსენებენ, რომ ის ხშირად იჯდა საკუთარ კაბინეტში, უყურებდა ძველ ფოტოებს, კითხულობდა ძველ წერილებს და ზოგჯერ ისინი ხედავდნენ, როგორ ტიროდა ჩუმად. მაგრამ როცა ისინი ეკითხებოდნენ, რა ხდებოდა, ის ყოველთვის პასუხობდა, რომ არაფერი, უბრალოდ იხსენებდა წარსულს. ეს წარსული, რომელსაც კოტე აფხაზი იხსენებდა, იყო არა მხოლოდ პირადი მოგონებები, ეს იყო მთელი ერთი სამყარო, რომელიც დაიკარგა, მთელი ერთი ეპოქა, რომელიც წავიდა და არასოდეს დაბრუნდება. ეს იყო სამყარო, სადაც ადამიანებს შეეძლოთ ღიად ელაპარაკათ საკუთარი იდენტობის შესახებ, სადაც ოჯახური კავშირები იყო წყარო სიამაყისა და არა შიშისას, სადაც კულტურული მემკვიდრეობა იყო რამ, რაც უნდა აღნიშნულიყო და არა დამალულიყო. კოტე აფხაზი, როგორც ადამიანი, რომელიც იცხოვრა ორ ამ სამყაროს შორის, ძველ სამყაროში, სადაც ის იყო ილია ჭავჭავაძის დისშვილი, და ახალ სამყაროში, სადაც ის უნდა ყოფილიყო უბრალოდ საბჭოთა მუშაკი, განიცდიდა მუდმივ შიდა კონფლიქტს, რომელიც არასოდეს მოგვარდა. როდესაც კოტე აფხაზი გარდაიცვალა 1959 წლის დეკემბერში, მისი ოჯახის წევრებმა მოაწყვეს პირადი, ინტიმური დაკრძალვა, სადაც მონაწილეობდნენ მხოლოდ ახლო ნათესავები და რამდენიმე ძალიან ახლო მეგობარი. ოფიციალური დაკრძალვა, რომელიც მოაწყო სახელმწიფომ, იყო უფრო დიდი და უფრო ფორმალური, მაგრამ ამ ოფიციალურ ცერემონიაზე არავინ ახსენა კოტე აფხაზის ნამდვილი წარმომავლობა, არავინ ახსენა მისი კავშირი ჭავჭავაძეების ოჯახთან. ეს იყო ბოლო აქტი იმ გრძელი პროცესისა, რომელიც დაიწყო 1930-იან წლებში, კოტე აფხაზის ნამდვილი იდენტობის სრული წაშლა ოფიციალური ისტორიიდან. მაგრამ კერძო დაკრძალვაზე ოჯახის წევრებმა და ახლო მეგობრებმა ისაუბრეს ღიად იმის შესახებ, თუ ვინ იყო კოტე აფხაზი ნამდვილად, რა იყო მისი ნამდვილი მემკვიდრეობა და რა ტვირთი ატარა მან მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე. ერთ-ერთმა მისმა ახლო მეგობარმა, რომელიც ასევე იყო ინტელიგენციის წარმომადგენელი და რომელიც იცნობდა კოტე აფხაზის ნამდვილ ისტორიას, თქვა იმ დაკრძალვაზე, რომ კოტე აფხაზი იყო ადამიანი, რომელიც იცხოვრა ორ ეპოქას შორის და არასოდეს შეძლო სრულად ეკუთვნოდა არც ერთს. ის იყო ადამიანი, რომელიც ატარებდა დიდ მემკვიდრეობას, მაგრამ არასოდეს შეძლო ამ მემკვიდრეობის საჯარო აღიარება. ის იყო ადამიანი, რომელიც იცოდა, ვინ იყო ის ნამდვილად, მაგრამ იძულებული იყო ეცხოვრა როგორც ვინმე სხვა. და ეს იყო ტრაგედია, რომელიც არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ მისი პირადი ცხოვრებით, ეს იყო ტრაგედია, რომელიც ასახავდა მთელი ერის გამოცდილებას საბჭოთა პერიოდში. ეს სიტყვები, რომლებიც ითქვა კერძო დაკრძალვაზე და არასოდეს ჩაწერილა ოფიციალურად, მაგრამ რომლებიც შემორჩა მონაწილეთა მეხსიერებაში, ძალიან ზუსტად ასახავს კოტე აფხაზის ცხოვრების არსს და მნიშვნელობას. მისი ისტორია არ იყო მხოლოდ ერთი ადამიანის პირადი ტრაგედია, ეს იყო სიმბოლო იმისა, თუ როგორ ცდილობდა საბჭოთა სისტემა გადაეწერა მთელი ერის ისტორია, როგორ ცდილობდა გაეკონტროლებინა ის, თუ რას იხსენებდნენ ხალხები და ვის აღიარებდნენ როგორც საკუთარ ლიდერებს და გმირებს. კოტე აფხაზის შემთხვევაში სისტემამ გადაწყვიტა, რომ მისი კავშირი ილია ჭავჭავაძესთან იყო საშიშარი, რადგან ეს კავშირი აძლევდა მას ლეგიტიმაციას, რომელიც არ დამოკიდებულა საბჭოთა პარტიაზე. ამიტომ ეს კავშირი უნდა წაშლილიყო, უნდა დავიწყებულიყო, უნდა გამხდარიყო არარსებული ოფიციალურ ისტორიაში. 1950-იან და 60-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირში იზრდება დისიდენტური მოძრაობა და ეროვნული მოძრაობები სხვადასხვა რესპუბლიკებში, კოტე აფხაზის ოჯახის წევრები და მისი ახლო მეგობრები აგრძელებენ ინახავდნენ მეხსიერებას მის ნამდვილ იდენტობაზე.
ისინი გადასცემენ ამ ისტორიას თავიანთ შვილებს და შვილიშვილებს, ელოდებიან იმ დროს, როცა შესაძლებელი იქნება ამ სიმართლის საჯარო გახმაურება. ამ პერიოდში ზოგიერთი ახალგაზრდა ისტორიკოსი და ლიტერატურათმცოდნე, რომლებიც ინტერესდებიან ქართული კულტურის ისტორიით მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში, იწყებენ კვლევას ჭავჭავაძეების ოჯახის შესახებ. ისინი აღმოაჩენენ ინფორმაციას ნინო ჭავჭავაძის შესახებ და მის შვილზე, კოტე აფხაზზე, მაგრამ როცა ცდილობენ გამოაქვეყნონ ეს ინფორმაცია, აწყდებიან წინააღმდეგობას იდეოლოგიური კონტროლის ორგანოებისგან. ერთ-ერთი ამ ახალგაზრდა ისტორიკოსი, რომელიც მუშაობდა 1970-იან წლებში, მოგვიანებით იხსენებდა, რომ როცა მან წარადგინა სტატია კოტე აფხაზის ბიოგრაფიის შესახებ, სადაც ნახსენები იყო მისი კავშირი ჭავჭავაძეების ოჯახთან, რედაქტორმა უთხრა, რომ ეს ინფორმაცია არ არის საკმარისად დადასტურებული და შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ინტერპრეტაციები. როცა ისტორიკოსმა შეეცადა დაემტკიცებინა, რომ ინფორმაცია იყო კარგად დადასტურებული დოკუმენტებით, რედაქტორმა უთხრა, რომ საკითხი არ არის დოკუმენტაციაში, საკითხი არის იმაში, თუ რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს ამ ინფორმაციის გამოქვეყნებას. ეს დიალოგი, რომელიც შემორჩა ისტორიკოსის მოგონებებში, ძალიან კარგად ასახავს, თუ როგორ მუშაობდა საბჭოთა ცენზურა. ეს არ იყო მხოლოდ ფაქტების შემოწმება, ეს იყო კონტროლი იმაზე, თუ რა შედეგები შეიძლება ჰქონოდა ამ ფაქტების გამოქვეყნებას. როგორ შეიძლებოდა ისინი გამოყენებულ იქნა პოლიტიკურად. 1974 წელს, როცა საბჭოთა კავშირში იზეიმება ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 125 წლისთავი, საქართველოში ტარდება სერია ღონისძიებები მის ხსოვნის პატივსაცემად. ამ ღონისძიებებზე საუბრობენ ილიას ლიტერატურულ ღვაწლზე, მის როლზე ქართული კულტურის განვითარებაში, მის მნიშვნელობაზე ქართული ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაში. მაგრამ არავინ ახსენებს მის ოჯახს, მის დებს, მის შვილებს. არავინ ახსენებს ნინო ჭავჭავაძეს და მის შვილს, კოტე აფხაზს. ეს დუმილი, ეს გაუთქმელობა არის ერთგვარი გაგრძელება იმ პოლიტიკისა, რომელიც დაიწყო 1930-იან წლებში, პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავდა ილია ჭავჭავაძის ფიგურის იზოლირებას, მისი გადაქცევას უსხეულო სიმბოლოდ, რომელსაც არ ჰქონდა ნამდვილი ოჯახი, ნამდვილი მემკვიდრეები, ნამდვილი კავშირები ცოცხალ ადამიანებთან. კოტე აფხაზის ოჯახის წევრები, რომლებიც ესწრებიან ამ ღონისძიებებს, გრძნობენ ღრმა სევდას და იმედგაცრუებას. ისინი ხედავენ, როგორ იზეიმება ილია ჭავჭავაძე, როგორ საუბრობენ მის დიდებაზე, მაგრამ ამავე დროს ხედავენ, როგორ იგნორირდება მისი ნამდვილი ოჯახი, როგორ იგნორირდება ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ მისი უშუალო მონათესავები და რომლებიც ატარებდნენ მის მემკვიდრეობას. ერთ-ერთი კოტე აფხაზის შვილიშვილი, რომელიც ესწრებოდა ერთ-ერთ ამ ღონისძიებას, მოგვიანებით იხსენებდა, რომ იყო ძალიან უცნაური გრძნობა, იყავი დარბაზში, სადაც ყველა საუბრობდა შენი დიდი წინაპრის შესახებ, მაგრამ არავინ იცოდა, რომ შენ იყავი მისი პირდაპირ შთამომავალი. იყო გრძნობა, თითქოს იყავი მოჩვენება, თითქოს არ არსებობდი ნამდვილად. ეს გრძნობა არ არსებობის, ეს გრძნობა იმისა, რომ შენი ნამდვილი იდენტობა არ არის აღიარებული, არ არის ნანახი, არ არის ცნობილი, იყო რამ, რაც გადაეცა თაობიდან თაობას კოტე აფხაზის ოჯახში. ეს იყო ტვირთი, რომელიც ატარეს არა მხოლოდ კოტე აფხაზმა, არამედ მისმა შვილებმა, მისმა შვილიშვილებმა, მისმა ნათესავებმა. ეს იყო ტვირთი, რომელიც ჩამოყალიბდა საბჭოთა სისტემის მიერ და რომელიც გაგრძელდა თაობების მანძილზე. მაგრამ ამავე დროს ეს იყო ტვირთი, რომელიც ასევე იყო წყაროში და ძალისა და რეზისტენტობისა, რადგან ოჯახის წევრები იცოდნენ სიმართლე, ისინი ინახავდნენ მეხსიერებას, ისინი ელოდნენ იმ დროს, როცა ეს სიმართლე შეძლებდა გამოსვლას ჩრდილიდან. 1990-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირი იწყებს დაშლას და საქართველო იწყებს მოძრაობას დამოუკიდებლობისკენ, კოტე აფხაზის ოჯახის წევრები გრძნობენ, რომ ახლოვდება დრო, როცა შესაძლებელი იქნება საუბარი ღიად მათი ნამდვილი წარმომავლობის შესახებ. 1991 წელს, როცა საქართველო აცხადებს დამოუკიდებლობას, ისინი იწყებენ კონტაქტს ისტორიკოსებთან და არქივისტებთან, გადასცემენ მათ დოკუმენტებს, რომლებიც ინახებოდა ოჯახურ არქივში, უზიარებენ მოგონებებს და ისტორიებს, რომლებიც გადაეცემოდა თაობიდან თაობას. ეს არის დასაწყისი იმ პროცესისა, რომელიც მიზნად ისახავს კოტე აფხაზის ნამდვილი ისტორიის აღდგენას და მისი ადგილის დაბრუნებას ქართულ ისტორიაში. მაგრამ ეს პროცესი არ არის მარტივი და არ არის სწრაფი. 1990-იან წლებში საქართველო გადის რთულ პერიოდს, ომები, ეკონომიკური კრიზისი, პოლიტიკური არასტაბილურობა. ამ პირობებში ისტორიული კვლევა და არქივების გახსნა არ არის პრიორიტეტი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ისტორიკოსი და არქივისტი აგრძელებს მუშაობას, აგრძელებს ძიებას, აგრძელებს დოკუმენტების შეგროვებას. 2000-იანი წლების დასაწყისში, როცა საქართველო იწყებს სტაბილიზაციას და როცა იზრდება ინტერესი ისტორიული მეხსიერების აღდგენისადმი, ეს მუშაობა იძენს ახალ იმპულსს.
2009 წელს, როცა საქართველოს ეროვნული არქივი ხსნის იმ საიდუმლო საქაღალდეს, რომელზეც ვისაუბრეთ დასაწყისში, ეს ხდება ერთგვარი სიმბოლური მომენტი, როცა ოფიციალურად და საჯაროდ აღიარებულია ის, რაც კერძოდ იყო ცნობილი 10 წლეულების მანძილზე. კოტე აფხაზი იყო ილია ჭავჭავაძის დის-შვილი. ეს ფაქტი, რომელიც იყო დამალული, ცენზურირებული, უარყოფილი საბჭოთა პერიოდის მანძილზე, ახლა ხდება ნაწილი ოფიციალური ისტორიული ნარატივისა. მაგრამ ამ აღიარებასთან ერთად მოდის ასევე აუცილებლობა, რომ გავიგოთ, რატომ იყო ეს ფაქტი დამალული, რა მექანიზმები მუშაობდა ამ დამალვაზე და რა შედეგები ჰქონდა ამ დამალვას არა მხოლოდ კოტე აფხაზისთვის და მისი ოჯახისთვის, არამედ მთელი ქართული საზოგადოებისთვის. დღეს, როცა ჩვენ ვუყურებთ უკან კოტე აფხაზის ცხოვრებას და ვცდილობთ გავიგოთ მისი გამოცდილება, ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ ერთი ადამიანის პირად ისტორიას, არამედ ვხედავთ მთელი ეპოქის პორტრეტს, ეპოქას, როდესაც ადამიანები იძულებული იყვნენ ეცხოვრათ ორმაგ ცხოვრებაში, ჰქონოდათ ორმაგი იდენტობა, იფიქრათ ერთი და ელაპარაკათ სხვა. ეს იყო ეპოქა, როდესაც ისტორია არ იყო უბრალოდ წარსულის ჩანაწერი, არამედ იყო პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენებოდა ხელისუფლების შესანარჩუნებლად და კონტროლისთვის. და კოტე აფხაზის ისტორია, მისი დამალული კავშირი ილია ჭავჭავაძესთან, არის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ მუშაობდა ეს სისტემა და რა ფასი უნდა გადაეხადათ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობდნენ მასში. მაგრამ ამავე დროს ეს ისტორია არის ასევე მაგალითი რეზისტენტობისა, შიდა ძალისა და იმ უნარისა, რომ შენარჩუნდეს იდენტობა და მეხსიერება მიუხედავად ყველაზე წოლისა და ყველა მცდელობისა, რომ წაშლილიყო ისინი.